საკითხში. არასრულწლოვნებისთვის მომზადებული მართლმსაჯულების კოდექსის განსახილველად დისკუსიები დაიწყო. პროექტის ავტორი იუსტიციის მინისტრია, რომელიც კოდექსის შინაარს სისხლის სამართლის უწყებაჩორისი საბჭოს წევრებს პირადად აცნობს. დეპუტატებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები და იურისტებით დაკომპლექტებულ საბჭოში პროექტზე მომუშავე უცხოელი ექსპერტები ჩედიან. შეთავაზებული კოდექსით არასრულწლოვნების პატიმრობის ვადები მცირდება, იცვლება ნასამართლეობის სტატუსის მოხსნის წესიც. ლევან კვატაშიძე აშუქებს კოდექსის გარშემო მიმდინარე დისკუსიას. ლევან, როგორ მიმდინარეობს განხილვა, გამოითქვა თუ არა შენიშვნები წარდგენილი პროექტის მიმართ? Თანთა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტის პრეზენტაცია უკვე დასრულებულია, როგორც ცნობილია, დღეს პირველად გაიმართა ღია დისკუსია სისხლის სამართლის უწყებათა შორის საბჭოს შეხვედრაზე, რომელსაც უშუალოდ უძღვებოდა იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი. Როგორც უკვე ცნობილია, სწორედ იუსტიციის სამინისტრო არის ინიციატორი და მათ მოამზადეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მიხედვითაც მთლიანად იცვლება სახელმწიფოს მხრიდან მიდგომები იმ არასრულწლოვანთან, რომელიც მოხდება კანონთან კონფლიქტში. პირველ რიგში, როგორც უკვე აღნიშნე, მცირდება პატიმრობის ვადები, წინასწარი პატიმრობა განისაზღვრა 60-დან 40 დღემდე, ბრალდებულად ყოფნის პერიოდი კი 6 თვით. გარდა ამისა, ცვლილებები არის ნასამართლეობასთან დაკავშირებით, მოზარდი, რომელიც სრულად მოიხდის სასჯელს, მას მაშინვე მოეხსნება ნასამართლეობა, ცვლილებები არის ასევე სასჯელის სახეებთან დაკავშირებით, უადო პატიმრობას ანაცვლებს შინაპატიმრობა. გარდა ამისა, პირი, რომელიც მომავალში საუბარი არის არასრულწლოვანზე მოხდება სასამართლოში, მოსამართლე მას ვეღარ დააკისრებს ჯარიმას, თუკი მას არ ექნება დამოუკიდებელი შემოსავალი. მთავარი არსი, როგორც იუსტიციის მინისტრი აცხადებს, ამ კოდექსის არის ის, რომ რაც შეიძლება მოხდეს მეტი ლიბერალიზაცია არასრულწლოვანებთან ურთიერთობაში. ჩვენ შემოგვაქვს ნოვაცია, რომ საქართველოში არსებობდეს სპეციალიზებული პოლიციელი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სპეციალიზებული საზოგადოებრივი ადვოკატი, რომელიც იქნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩართული. ჩვენ შემოგვაქვს სიახლე, რომ ნასამართლობის მოხსნა ბავშვისთვის მოხდება სასჯელის მოხდისთანავე. ჩვენ თავაზობთ, რომ წინა სასამართლოს ხდომამდე თუ დიდებს აქვთ 60 დღე, ბავშვების შემთხვევაში ეს ვადა იყოს 40 დღე პატიმრობაში და არა მეტი და შემოგვაქვს სიახლე, რომ თუ არასრულწლოვანი არის პატიმრობაში 9 თვე კი არ იყოს ბრალდებულად, არამედ მხოლოდ 6 თვე. საქართველოს პროკურატურა აქტიურად იყო ჩართული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში მუშაობის პროცესში. იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობდა ამ პროცესს. ეს იქნება მაქსიმალურად მორგებული არასრულწლოვნების ინტერესებზე. იგი იგეგმება სხვადასხვა ახალი ინოვაციები, რაც ძირითადად განპირობებულია ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვებაზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ძირეული ცვლილებები. როგორც უკვე აღნიშნეთ, დღეს პირველად გაიმართა ღია დისკუსია სისხლის სამართლის უწყებათა შორის საბჭოში, სადაც შედიან როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლები, მათ შორის არიან დეპუტატები, პარლამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასეთი კოდექსის შემოღება არის აუცილებელი, რადგან არსებობს მთელი რიგი პრობლემები და ხარვეზები არასრულწლოვანთან ურთიერთობაში იმ პირთან, რომელიც მოხდება კანონთან კონფლიქტში. მათი შეფასებით ამ კოდექსის დამტკიცების და ამოქმედების შემდეგ ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროსტანდარტებთან დაახლოების კუთხით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვანთათვის განსაკუთრებული პროცედურების და წესების დადგენას. ეს კოდექსი მოგცემს შესაძლებლობას, რომ სწორედაც გამომდინარე ასაკობრივი მდგომარეობიდან მივუდგეთ თითოეულ პირს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაცია მხოლოდ წაადგება სრულფასოვანი და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას ჩვენ ქვეყანაში. ეს არ არის რაღაც ისეთ სიახლე, რომელიც მხოლოდ ჩვენ მოვიგონეთ, მრავალ ევროპულ ქვეყანაში არის სპეციალიზირება ამ პროფილით და მხოლოდ მისასალმებელია. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან დაკავშირებით ღია დისკუსია მომავალშიც გაგრძელდება, სანამ მოხდება უშუალოდ პარლამენტის მხრიდან მისი დამტკიცება, ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში იგეგმება გაზაფხულზე, ამოქმედება კი მიმდინარე წლის სექტემბერში. მადლობთ, ეს იყო პირდაპირ ჩართვა ლევან კვატაშიძე საუბრობდა მართლმსაჯულების ახალი კოდექსის პრეზენტაციის შესახებ.